20-26 ინკუბატორი ავაწყობთ მე და გიომ, აგერ მაგიდაზე დავამონტაჟეთ ტრაქტორის წინასაბურავი, თერმოსტატი, აქ წავა ტემპერატურული რეჟიმის დამყარება, რეოსტატი, ნატურა რო არ იყოს ბოლომდე გავარვარებული, რაც ნომინალურ სიმძლავრეზე გავყვავს სპირალის სიმხურვალე და ნატურა უფრო დიდხანს ძლევს. ეს მიმდევრობითა რეოსტატი, თერმოსტატი და მიდის აგერ ნატურებთან 350 ვატიანი ნატურაა საბურავის შიგნით. და ესა თერმოწყვილი თერმოსტატიდან. როცა დაფიქსირდება 37 მიცემულია პროგრამით 37.5, როცა დამყარდება 37.5, დაიწყებს რეგულირებას ტემპერატურის ამ მოცულობაში. ეხლა 100-150 კვერცხი ჩაეტევა, მთავარია ტემპერატურა როგორ განაწილდება შიგნით. ეხლა გააჩნია ხუფი, ეს ხუფიც ასეთია, ასე დავახურავ ხუფს. ანუ ჩემოდა თუ ტემპერატურული რეჟიმის დამყარება გართულდა, აქვს აგერ პაკრივალას რო უძახიან, ამას დავაფარებ და წავა წიწილების შექმნის პროცესი. ნახოთ როგორ გამამართლებს. ეხლა ახალი ტექნიკური გადაწყვეტა ეს არ არის თავისი დადებითი შედეგით, მაგრამ რაციონალიზაციას აქვს ადგილი. ასაწყობად მარტივია, მთავარია საბურავი იშოვო, თერმოსტატი იყიდო, რეოსტატი იყიდო, 16 ამპერიანია რეზისტორი, იგი დატვირთვას გაუძლებს. 350-იან ვატიან ნატურას გაუძლებს, მეცაც გაუძლებს, 4-საც, 5-საც, 16 ამპერიანი. თავარია მონდომება